2.27 პირველი მრავალწევრის გაყოფა ერთ წევრზე. ფრჩხილებში 3AB-ს პლუს 4AC გაყოფილი A-ზე. საქმე რო გავიმარტივოთ, გაყოფა შევცვალოთ ფარდობით, ანუ წილადის ხაზით. ამოვიწეროთ 3AB-ს პლუს 4C გაყოფის მაგივრად შეფარდებული A-სთან. ზემოდან რიცხველიდან, ანუ ფრჩხილებს გარეთ გავიტანოთ A. ფრჩხილებს გარეთ A-ს რო გავიტანთ, ფრჩხილებში დაგვრჩება 3B-ს პლუს 4C. A-ს შეკვეცავს და დაგვრჩება 3B-ს პლუს 4C. გადავიდეთ გაყოფილი 5X. აქაც გვაქვს მრავალწევრის გაყოფა ერთ წევრზე. პირველი რასაც გავაკეთებთ, გაყოფას შევცვლით ფარდობით, ანუ წილადის ხაზით. გადავიწეროთ 15xy მინუს 10xz შეფარდებული 5x-თან. რო დავაკვირდეთ ზედა მრავალწევრიდან, ფრჩხილებს გარეთ გადის 5 და x. 5x-იან. 15xy-დან 5x რო გავიტანთ, 15 გაყოფილი 5-ზე არის 3 და x გავიტანეთ და დაგვრჩა y. 10xz-დან 5x რო გავიტანთ, 10 გაყოფილი 5-ზე არის 2, x ფრჩხილებს გარეთ გავიტანეთ და დაგვრჩა z. ანუ ფრჩხილებში მივიღეთ 3y მინუს 2z. ფრჩხილებს გარეთ გავიტანეთ 5x. 5x 5x შეკვეცავს და დაგვრჩება 3y მინუს 2z. გადავიდეთ მესამეზე. მესამეშიც არის მრავალწევრის გაყოფა ერთ წევრზე. აქაც ანალოგიურად მოვიქცევით, ანუ მრავალწევრს დავწერთ მრიცხველში, ერთ წევრს დავწერთ მნიშვნელში, ანუ გაყოფა შევცვალეთ ფარდობით, ანუ წილადის ხაზით. მრიცხველში გვიწერია 8 მინუს 4-ა შეფარდებული 4A-სთან. მრიცხველიდან შეგვიძლია გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ 4A. მივიღებთ 8-დან 4A-ს რო გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ, 8 გაყოფილი 4-ზე არის 2, A² რო A-ზე გავყოთ არის A. ანუ დაგვრჩება 2A, აქ 4A ფრჩხილებს გარეთ გამოვიტანეთ, 4A-ს მაგივრად დავწერეთ 1. შეგვიძლია 4A 4A-სთან შევკვეცოთ და დაგვრჩება 2A მინუს 1. გადავიდეთ მეოთხეზე. მეოთხეშიც მრავალწევრის გაყოფა ერთ წევრზე გვაქვს. გაყოფას შევცვლით ფარდობით, ანუ წილადის ხაზით. გადავიწეროთ 16m³ პლუს 24m² შეფარდებული 8m²n-თან. მრიცხველიდან შეგვიძლია გავიტანოთ 8m²n, დაგვრჩება 16 რომ 8-ზე გავყოთ არის 2, m³ რომ m²-ზე გავყოთ არის m და n გავიტანებ ფრჩხილებს გარეთ. შემდეგი მეორე წევრიდან 24 რომ 8-ზე გავყოთ არის 3, m² ფრჩხილებს გარეთ გამოვიტანეთ, n² რომ n-ზე გავყოთ არის n. 8m²n შეგვიძლია 8m²n-თან შევკვეცოთ და დაგვრჩება 2m + 3n.